უნდა ვისაუბროთ სტიქიაზე, რომელიც კახეთს დაატყდა თავს. თელავში სტიქიის მძიმე შედეგებს ებრძვიან. ადიდებულმა თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაატბორა, დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდი, საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და ავტომობილები. როგორია ვითარება ამ დროს სტიქიის ზონაში, რა ზარალი მიადგა მოსახლეობას, როგორ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. თელავიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი თამარ ბუბაშვილი შემოგვიერთდება. თამარ, დილა მშვიდობისა და გისმენთ. დილა მშვიდობისა, მე ახლა ვარ თელავში, კონკრეტულად კავკასიონის ქუჩაზე. ჩემს უკან თქვენ ხედავთ ალაზნის გამზირს, კავკასიონის ქუჩას და ალაზნის გამზირს ერთმანეთს ხიდით უკავშირდებოდა, რომელიც სტიქიის შემდეგ ხედავთ, რომ აღარ არის. ასევე ჩემს უკან ხედავთ, რომ სალიკვიდაციო სამუშაო მიმდინარეობს და ის გორები, ეგრეთ წოდებული ქვაღორღის, რასაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ეს არის ყველაფერი ის, რაც სტიქიის ღამეს მდინარემ ჩამოიტანა. მოკლედ, უფრო დამატებით დეტალებზე ჩვენს მასპინძელთან ერთად ვისაუბრებთ. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არის ჩვენთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდით პირველ რიგში რომ ვთქვათ, სალიკვიდაციო სამუშაოები რა ეტაპზეა და როდისთვის დასრულდება ეს გაწმენდა. მოგესალმებით. სალიკვიდაციო სამუშაოებს, როგორც თქვენ უყურებთ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ძირითადი ეპიცენტრი კავკასიონის ქუჩის და სეხნიაშვილის ქუჩაა, სადაც ხდება ინტენსიურად გაწმენდა დიდი ნატანი მასისგან. რჩება ყველაზე მეტად დაზიანებული სეხნიაშვილის ქუჩა და რამოდენიმე 5 თუ 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც იყო დატბორილი წყალმოვარდნის შედეგად. მიმდინარეობს ასევე გაწმენდითი სამუშაოები, რაღაც გარკვეული შეზღუდვები რჩება სეხნიაშვილის ქუჩაზე, უფრო უპირატესად კომერციულ ობიექტებში, რომლებიც ასუფთავებენ მათ ობიექტებს ამ ნატანი მასისგან. და ავერსის კლინიკა აქვს ყველაზე მეტად დაზიანებული. ხედავთ დღის განმავლობაში თვითონ კომპანიას და ჩვენც მაქსიმალურად მივეხმარებით კომპანიას იმისათვის, რომ ესე რომ ვთქვათ, ეს ნატანი მასისგან ნატანი მასა მოვაცილოთ აქ. ბატონო, ანუ ხედავთ, რომ ვთქვათ, ქუჩა დაზიანებულია, ხიდი არ არის. აი ამის გარდა, რასაც ვთქვათ, თვალნათლივ ხედავთ, რაც აღსადგენია. კიდევ თუ გაქვთ ინფორმაცია, ვთქვათ, რა არის გასაკეთებელი და აღსადგენის სტიქიის შემდეგ. პირველადი ინფორმაცია გვაქვს თითქმის სრულად ყველა დაზიანებულ მონაკვეთზე, მაგრამ ამას ჭირდებოდა დრო, სულ მესამე დღე არის ამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებიდან, შესაბამისად გვჭირდებოდა ყველა ინფრასტრუქტურაზე წვდომა, რომ საფუძვლიანად შეგვესწავლა რა დაზიანება მოგვაყენა აღნიშნულმა სტიქიამ და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით პარალელურად ვიგეგმებთ, რომ აღდგენითი ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დავიწყოთ. აი ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ის ნაგებობები, რაც მოწყობილი იყო, 3 ნაგებობა ამ ეტაპზე მდინარის სათავესთან, ხო? იქ თუ არის რამე დაზიანება, ან თქვათ, აი უკვე სალიკვიდაციო სამუშაო რო დასრულდება, თუ იგეგმება რაღაცა ნაგებობების დამატება. ეს სალიკვიდაციო სამუშაოები გულისხმობს პირველ ეტაპზე ნარჩენი ნატანი მასის გატანას არა მხოლოდ ამ მონაკვეთიდან, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ეს გულისხმობს სათავე ნაგებობა, კიდევ ქალაქის დასასრულიდან ალაზნის მდინარე, ალაზნის მიმართულებით, ეს არის 13 კილომეტრიანი დაახლოებით მონაკვეთი თელავის ხევის. აღნიშნული პროცესი, რეაბილიტაციის პროცესში ხევის ისე უწყვეტ რეჟიმში გადავა, ამ ნატანი მასის გატანიდან რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში იქნება და ჩვენ ისე დავასრულებთ ამ პროცესს, რომ შემდგომში წყალმოვარდნის შემთხვევაში ქალაქ თელავს მინიმალური ზიანი მიადგეს საშიშროების შემთხვევაში. აი 12 ივლის ღამე წყალმოვარდნის დროს არა მხოლოდ თელავი, არამედ პატარა სხვადასხვა სოფელიც დაზიანდა. იქ რა პრობლემებია და იქ თუ არის უკვე ეს აღდგენა დაწყებული გაწმენდა. 12 ივნის ადიდებული იყო ცივის კალთის ყველა მდინარე, მაგრამ პრიორიტეტი მივანიჭეთ, რა თქმა უნდა, სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს თელავის ხევზე, იმიტომ რომ აქ შესაძლო საფრთხე იქნებოდა მოსახლეობისთვის, დანარჩენ მდინარეების ადიდება ქმნიდა საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის. იდენტიფიცირებულია ყველა კალაპოტის დაზიანება სოფელში არსებული ხევების. დღეს ხდება პარალელურად ტექნიკის მობილიზაცია ამ ხევებიდან გამომდინარე, ხევების მოდიდებიდან გამომდინარე. ესე იგი, სასმელი წყლის სათავე ნაგებობებია დაზიანებული 3 სოფელში, შალაური, კისის ხევი და წინანდალი. წყალი არ მიეწოდება ამ სოფლებს. შესაბამისად, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევეცდებით, მივიდეთ სათავე ნაგებობებამდე და აღვადგინოთ წყალმომარაგება. მანამდე ჩვენ მობილური ავზებით უზრუნველყოფთ მოსახლეობის მომარაგებას, წყალმომარაგებას აღნიშნულ სოფლებში. რაც შეეხება ქალაქში ყველა კომუნალური სერვისი სრულად აღდგენილია. ანუ საუბარი იყო იმაზეც, რომ მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა და მოდით რომ დავაზუსტოთ ეს კონკრეტულად საიდან და ანუ რომელი მოსახლეობის ევაკუაცია? მოსახლეობა ქალაქის დასახლებული ნაწილიდან, სახლებიდან არ მომხდარა.
საშიშროება იქნებოდა მცირე ხნით ჭავჭავაძის ქუჩისა და ალაზნის გამზირის კვეთაზე, ხიდიდან ამ მდინარე თელავის ხევის გადმოსვლის და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან და კომერციული ობიექტებიდან რაღაც მცირე დროით მოხდა მოსახლეობის გაყვანა, როგორც კი ეს საშიშროება ამ საშიშროებამ გადაიარა, ყველა დაბრუნდა თავის დაუშვათ ფართებში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. კახეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებული საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს ღამით ადიდდა მდინარე, რომელმაც თქვენც ხედავთ შედეგები რაც მოიტანა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ იმ ღამით მოვიდა იმ მთლიანი ნალექის 85%, რაც მთელი თვის განმავლობაში უნდა მოსულიყო და ამან გამოიწვია მდინარის ადიდება და შემდეგ უკვე ღვარცოფული პროცესები. ასეთი არის მდგომარეობა თელავში. მე გემშვიდობებით წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა. თამარ, ერთადერთი გვინდოდა თუ არის წინასწარი პროგნოზი თუ მთლიანობაში როდი შეიძლება დასრულდეს გასუფთავების სამუშაოები და აღდგეს ქუჩების ფუნქციონირება სრულად. კი ბატონო, დავაზუსტოთ ბატონ პლატონ, აინტერესებთ თუ შეგვიძლია რომ დავაზუსტოთ საბოლოოდ როდის აღდგება აი აქ მოძრაობა და როდის დასრულდება მთლიანად სამუშაო. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობა ყველგან აღდგენილია, ყველა ქუჩაზე, ხედავთ, გარკვეული დაზიანებაა, ხო, სეხნიაშვილის ქუჩაზე, ყველაზე მეტი დაზიანება სეხნიაშვილის ქუჩაზეა, მაგრამ ყველა მარკის ავტომობილს შეუძლია გადაადგილება, ქვეითად მოსიარულეებს შეუძლიათ გადაადგილება მიმდინარეობს. საბოლოო გაწმენდის სამუშაოები რაც შეეხება, როგორც გითხარით, თელავის საბოლოო სახეს როდის დაიბრუნებს, ასე ვთქვათ, ეს ქუჩა. საბოლოო სახეს დაიბრუნებს, როდესაც ასფალტის საფარი აღდგება, როდესაც ყველა ინფრასტრუქტურა საბოლოოდ მოწესრიგდება, ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, პროექტები, ამას ჭირდება მე შესაბამისი პროცედურები და სამშენებლო სამუშაოები, უკვე საგზაო სამშენებლო სამუშაოები და პარალელურად, ესე ვთქვათ, სხვა სამუშაოები, რაც ჭირდება აღდგენით ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა. თამარ ბუბაშვილი გვერდთვებოდა თელავიდან.